მოდი ერთად ვისწავლოთ ან გავიხსენოთ, როგორ უნდა გამოვთვალოთ, რა ციფრი დაბოლოვდება. მაგალითად 234-ის მე-12 ხარისხი. ამისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო. მხოლოდ ერთეულებში რა ციფრიც გვიწერია, იმას მივაქციოთ ყურადღება და ვნახოთ ის, რომ ხარისხებშია რა ციფრი დაბოლოვდება. მაგალითად 4-ის პირველი ხარისხი ნიშნავს, რომ 4 ერთხელ არის აღებული და ის აუცილებლად 4-ით დაბოლოვდება. 4-ის კვადრატი ნიშნავს, რომ 4 გამრავლდა 4-ზე და 4-ჯერ 4 არის 16, მაგრამ ჩვენ მხოლოდ დაბოლოება გვაინტერესებს. ესე იგი 4-ის კვადრატი ბოლოვდება 6-ით. 4-ის მესამე ხარისხი რომ ავიღოთ, ეს ნიშნავს, რომ 4-ჯერ 4-ჯერ 4 უნდა გამოვთვალოთ. 4-ჯერ 4 თუ არის 16, რომელიც 6-ით დაბოლოვდა, 6-ჯერ 4 არის 24, რომელიც 4-ით დაბოლოვდება. წინ არ მაინტერესებს რა ციფრები წერია, მხოლოდ დაბოლოება მინდა. ამიტომ დაბოლოებებს ვამრავლებ ერთმანეთზე. 4-ის მეოთხე ხარისხი რომ გამოვთვალოთ, ნიშნავს 4-ჯერ 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 4 უნდა ვიპოვო. 4-ჯერ 4 ბოლოვდება 6-იანით, ანუ 16-ია, 6-ჯერ 4 ბოლოვდება 24-ით, 4-ით ბოლოვდება, 4-ჯერ 4 არის 16 და 6-ით ბოლოვდება. ესე იგი 4-ის მეოთხე ხარისხი დაბოლოვდა ისევ 6-ით. ეხლა უკვე კანონზომიერება უნდა დაინახოთ, რომ თუ კენტ ხარისხში გვაქვს მოცემული, ის აუცილებლად დაბოლოვდება 4-ით, კენტი ხარისხი ბოლოვდება 4-იანით, თუ ლუც ხარისხში იქნება მოცემული, ის აუცილებლად დაბოლოვდება 6-ით. ლუწის შემთხვევაში ბოლოვდება 6-ით. რადგან ჩვენი ხარისხი ლუწია, მაშინ პასუხი იქნება, რომ ის აუცილებლად დაბოლოვდება 6-ით. კენტი რომ ყოფილიყო ხარისხი, მაშინ ვიტყოდით, რომ ის დაბოლოვდებოდა 4-ით. მე კი გელი 30-ში ოლიმპიადაზე, ხოლო 31-ში გრანდიოზულ გალადაჯილდოებას გელი 30 მაისს. ოლიმპიადაზე, ხოლო 31 მაისს გრანდიოზულ გალადაჯილდოებაზე, სადაც უამრავ საჩუქართან ერთად მიიღებს სერტიფიკატს, მედლებს და ჯილდოებს ჩემგან და საჩუქრებს დამატებით სპონსორი კომპანიებისგან. ამიტომ არ გამოტოვო ეს დღე, როცა შენი ცოდნა ნამდვილად დაფასდება და შენ იქნები ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე, რომელსაც ყველა აღიარებს. შემოგვიერთდი, არ დაგავიწყდეს, რეგისტრაცია გაიარე დროულად და მიიღე მონაწილეობის კოდი.